Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით სოფლიოს ყველაზე მოულოდნელი ეკონომიკური წარმატება ჩრდილო კორეაა. რას გულისხმობს ეს და ზოგადად რა არის კორეების როლი თანამედროვე გეოპოლიტიკურ მატრიცაში? ეს დიდი ვეზირის მორიგი ეპიზოდია, მე შოთა თხელიძე ვარ. წლების განმავლობაში ჩრდილო კორეის შესახებ საინფორმაციო ველში ამბებს ძირითადად გვებულობდით ამ ქვეყნის ოფიციალურ ფხენიანის ურთიერთობებზე სამხრეთ კორეასთან და შეერთებულ შტატებთან და იმ საკითხზე მსჯელობის შესახებ, რასაც ეწოდებოდა ზოგადად კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაცია და ალბათ გახსოვთ კიდევაც დონალდ ტრამპის პირველი პრეზიდენტობისას საკმაოდ აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაშინგტონის მხრიდან ამ საკითხთან მიმართებაში და ის ცნობილი შეხვედრა დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინის შორის ვიეტნამში, რომელიც რეტროსპექტულად შეიძლება შეფასდეს როგორც სიმბოლური, რომელმაც გარკვეულწილად თვისებრივი გარღვევა აი ამ საკითხთან მიმართებაში არ გამოუწევია და კონკრეტული შედეგი არ დამდგარა. თუმცა დღევანდელი ჩრდილო კორეის საერთაშორისო ურთიერთობები საკმაოდ დინამიურია, ოღონდ ამჯერად სხვა მიმართულებით. ეს გამოწვეულია ფხენიანის კავშირებთან და თანამშრომლობასთან მის უკვე სხვა მეზობლებთან, კონკრეტულად ჩინეთთან და რუსეთთან. და მოდი განვიხილოთ ეს ორი, ასე ვთქვათ, დინამიური პროცესი, რომელმაც გამოიწვია იმ სტატიის და იმ სათაურის დაბეჭდა Wall Street Journal-ში, რომელთაც მე დავიწყე ეპიზოდი. დავიწყე ფხენიანსა და მოსკოვს შორის ურთიერთობით, რომელიც ბოლო წლებში საკმაოდ აქტიურია და ეს ურთიერთობა გადავიდა ახალ საფეხურზე, თანამშრომლობის საფეხურზე, თვისებრივად შეიცვალა ხასიათი, რაც ძირითადად გამოწვეულია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტიდან გამომდინარე. ალბათ გახსოვთ ის, რომ ბოლო რამდენიმე წლის წინ რუსეთმა საკმაოდ სოლიდური ჭურვების მარაგი რეზერვი წამოიღო ჩრდილო კორეიდან, მოხდა სამხედრო გაცვლა და ამით შეავსო საკუთარი მარაგები რუსეთმა ან იქნა გამოყენებული ამ კონფლიქტში და ასევე გავიხსენოთ ისიც, რომ ჩრდილო კორეელი მეომრები იბრძოდნენ რუსეთის გვერდით კურსკის ინტერვენციისას, სადაც რამდენიმე კორეელი ემსხვერპლა კიდევაც აი ამ დაპირისპირებას და ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ რამდენიმე თვის წინ რუსეთის თავდაცვის მინისტრი იყო ჩასული ფხენიანში ანდრეი ბელოუსოვი და მათ ფხენიანში გახსნეს მემორიალი აი ამ კურსკში დაღუპული კორეელი მეომრების საპატივცემულოდ. თუმცა ურთიერთობების თვისებრივი ცვლილება გამოიხატება იმაში, რომ 2024 წელს ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ყოვლისმომცველი სტრატეგიული თანამშრომლობის ხელშეკრულება, რომელიც მოიცავს როგორც ეკონომიკურ სავაჭრო ურთიერთობებს, ასევე სამხედრო მიმართებას ამ ორ ქვეყანას შორის. ამ დოკუმენტის თანახმად შეიძლება ითქვას, რომ ორმა ქვეყანამ გააფორმა ურთიერთ-თავდაცვის ხელშეკრულება, რომ თავდასხმა ერთ ქვეყანაზე იქნება ჩაითვლება თავდასხმა მეორე ქვეყანაზე და ასე ვთქვათ პასუხისმგებლობას იღებს ორივე ქვეყანა, რომ ერთმანეთის ომში ისინი ჩაერთვებიან ან მაქსიმალურად შეეცდებიან დაეხმარნონ საკუთარი სამხედრო შესაძლებლობებით, როგორც ადამიანური რესურსებით, ასევე ტექნიკური რესურსებით. ასევე უნდა ვახსენოთ ის, რომ რამდენიმე თვის წინ ამ ფხენიანსა და მოსკოვს შორის გაფორმდა ახალი შეთანხმება 5-წლიანი თანამშრომლობის დავარქვათ ამას ხელშეკრულება 2027-2031 წლების განმავლობაში, რომელიც რეალურად აი ამ ყოვლისმომცველი სტრატეგიული შეთანხმების სულისკვეთებას იმეორებს. ასევე უნდა ვახსენოთ, რომ ამ შეთანხმების ფარგლებში რუსეთი აწვდის იაფად ენერგიას ჩრდილო კორეას, ასევე სხვადასხვა მეტალებს, შეიარაღებას და სოფლის მეურნეობის პროდუქციას და ჯამურად დაახლოებით რუსეთი ეხმარება ჩრდილო კორეას 14 მილიარდ დოლარამდე ფინანსური რესურსებით. ამას დავამატოთ ისიც, რომ ორ ქვეყანას შორის პირველად მათ მოკლე საზღვარზე, რამდენიმე ათეული კილომეტრია რუსეთსა და ჩრდილო კორეას შორის საზღვარი, მდინარე ტუმენზე გაიხსნა პირველი სამანქანო გზა და ეს ორი ქვეყანა პირველად დაუკავშირდა სახმელეთო კომუნიკაციით. რაც შეეხება ჩრდილო კორეის ჩინეთთან ურთიერთობას, ეს ხაზით საკმაოდ აქტიურია ბოლო წლებში. თავად ჩინეთიც ხაზს უსვამს ჩრდილო კორეის მნიშვნელობას, თვისებრივ მნიშვნელობას მის რეგიონულ უსაფრთხოებაში, რაც მაგალითად გამოიხატა გასულ წელს პეკინში გამართულ სამხედრო აღლუმზე, როდესაც ჩინელებმა აღნიშნეს მეორე მსოფლიო ომის
დასრულების 80 წლის თავი და აი ამ აღლუმზე სი ძინპინთან ერთად ბევრი რამდენიმე ათეული ლიდერი იყო იქ ჩასული და მის გვერდით ყოველთვის იყო კიმ ჩენ ინი წარმოდგენილი, რაც ხას უსვამდა ჩრდილო კორეის ზოგადად როლს და იმ სხვერპს, რომელიც მათ გაიღეს მეორე მსოფლიო ომის დროს ჩინელებისთვის. რაც შეეხება თვითონ ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, ეს ორი ქვეყანა ყველაზე ახლოს არის ერთმანეთთან ისტორიული გამოცდილებით და ურთიერთობით. მათ ჯერ კიდევ 1961 წელს გააფორმეს ურთიერთთავდაცვის ხელშეკრულება მაო ძედუნის დროს, როდესაც ჩინეთმა რეალურად აიღო პასუხისმგებლობა ჩრდილო კორეის უსაფრთხოების გარანტირების, რომ მაგალითად თუ კი სამხრეთ კორეა ან შეერთებული შტატები დაესხმებოდა თავს ჩრდილო კორეას, ჩინეთი ავტომატურად ჩაერთვებოდა ამ კონფლიქტში და დაიცავდა ჩრდილო კორეას. თუმცა თუ კი ჩრდილო კორეა წარმოიწყებდა კონფლიქტს სამხრეთ კორეის მიმართ, მაშინ ამ პასუხისმგებლობას ჩინეთი არ იღებდა. თუმცა ფხენიანსა და პეკინს შორის ურთიერთობა არ ყოფილა ყოველთვის სტაბილური და ის დინამიკის ცვლილებით გამოირჩეოდა და იყო კრიტიკული მომენტებიც და ასეთაც წარმოდგა 1990-იანი წლები, როდესაც დაიშალა საბჭოთა კავშირი, ჩინეთის ეკონომიკა გაიხსნა გლობალური ეკონომიკის მიმართ და ჩინელებმა პირველად დაიწყეს ურთიერთობა სამხრეთ კორეელებთან და მოხდა ეგრეთ წოდებული სეულის ხელისუფლების ლეგიტიმაცია პეკინის მხრიდან, რამაც პროტესტი გამოიწვია მაშინ ფხენიანში. ასევე ამ პერიოდში ჩინეთმა შეუჩერა ეგრეთ წოდებული პრეფერენციული ვაჭრობა ჩრდილო კორეას, მანამდე ცივი ომის განმავლობაში საბითუმო ფასებში აძლევდა პროდუქციას საქონელს ჩინეთი ჩრდილო კორეას და ეს რეჟიმი შეჩერდა, თუმცა მოგვიანებით ის აღდგა. თუმცა ჩრდილო კორეის მნიშვნელობა ჩინეთისთვის იზრდება 2010-იანი წლებიდან, რაც გამომდინარეობდა ამ გეოპოლიტიკური ტენდენციებიდან, გამომდინარე იქიდან, რომ შეერთებულმა შტატებმა დაანონსა ეგრეთ წოდებული გეზი მიმართება აღმოსავლეთ აზიისკენ, ანუ ჩინეთის შეკავების პოლიტიკა ბარაკ ობამას პრეზიდენტობისას და ამ შეკავების პოლიტიკის ამოქმედება ჩრდილო კორეის მნიშვნელობა ხელახლა დააყენა დღის წესრიგში ჩინეთისათვის. ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ამ ტენდენციის პიკი იყო რამდენიმე დღის წინ, ამ წლის ივნისში, როდესაც ფხენიანს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ჩინეთის ლიდერი სი ძინპინი და მან დაანონსა ამ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ახალი ნიშნული, ისტორიული ნიშნული და ხაზი გაუსვა აი ამ რეალურად ჩრდილო კორეის მნიშვნელობას მის რეგიონული უსაფრთხოებისთვის. თუმცა ამას გარდა ჩრდილო კორეის ცხოვრებაში მოხდა კიდევ საკმაოდ მნიშვნელოვანი ფაქტი. მაისის თვეში ჩრდილო კორეამ თავისი კონსტიტუციიდან ამოიღო ჩანაწერი, რომ მისი მიზანია სამხრეთ კორეასთან ჯერ მშვიდობის დამყარება და შემდგომ მასთან, ანუ კორეების გაერთიანება. ეს ჩანაწერი უკვე აღარ არსებობს და ასევე ბოლო თვეების განმავლობაში კიმ ჩენ ინის რიტორიკაში გაჩნდა ის, რომ ბირთვული საკითხი აღარ იქნება ჩრდილო კორეის საგარეო ურთიერთობებში განხილვის საგანი. კიდევ ერთხელ გავიმეოროთ, კორეასთან გაერთიანება აღარ არის ჩრდილო კორეის მიზანი, ის კონსტიტუციაში ჩაიწერა როგორც მტერი სახელმწიფო და შესაბამისად მისი მთავარი შემაკავებელი ბირთვული იარაღი და მისი დენუკლეარიზაცია დღის წესრიგში აღარ დგას, შესაბამისად შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა ჩრდილო კორეის მიმართ, რომ ეს ბირთვული მოლაპარაკებები განიახლებინა და გარკვეული რაღაც ფორმატები შეექმნა შეთავაზებების, ეს პროცესი რეალურად დასრულებულია. თავად სი ძინპინის ვიზიტისას ფხენიანში არც მას უხსენებია დენუკლეარიზაციის საკითხი. ეს ნიშანდობლივია იმით, რომ აქამდე ჩინეთიც იყო გარკვეულწილად ჩართული აი კორეის ნახევარკუნძულის დენუკლეარიზაციის პროცესში, რაც მიანიშნებს იმას, რომ ამ ეტაპისთვის ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია ჩრდილო კორეის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და თუნდაც იმ ინსტრუმენტის ქონა ფხენიანისთვის, რასაც ეწოდება ბირთვული შემაკავებელი. აქვე უნდა ვახსენოთ ისიც, რომ საერთაშორისო ბირთვულმა სააგენტომ რამდენიმე კვირის წინ განაცხადა, რომ ჩრდილო კორეაში დაწყებულია ურანის გამდიდრების პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიებით, რაც მომავალში ჩრდილო კორეას აქცევს მნიშვნელოვან ბირთვულ სახელმწიფოდ. ასევე აქაც ვახსენოთ ისიც, რომ ახლა სამხედრო თემატიკას ვეხებით, ჩრდილო კორეამ თავად პირველად შექმნა 5000 ტონიანი გამანადგურებელი, ესე ვთქვათ, სამხედრო გემი, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ
ჩაეშვა და გახდა ფუნქციონირებადი. ესეც არის, ასე ვთქვათ, საკვანძო მომენტი ჩრდილო კორეის სამხედრო ისტორიაში. საბოლოოდ რუსეთთან და ჩინეთთან გააქტიურებულმა ეკონომიკურმა თანამშრომლობამ გამოიწვია ის, რომ გარკვეული ეკონომიკური ბუსტი მიიღო ჩრდილო კორეის ეკონომიკამ. ვახსენოთ ისიც, რომ კორეელი ემიგრანტების გადმორიცხვები რუსეთიდან და ჩინეთიდან საკმაოდ გაზრდილია და ამ ეკონომიკურმა ბუსტმა გამოიწვია ის, რომ ჩრდილო კორეაში გააქტიურდა სამშენებლო სექტორი, საბინაო პოლიტიკა, 10,000 საბინაო ერთეული აშენდა ბოლო თვეების განმავლობაში, ასევე სასათბურე მეურნეობების გაძლიერება, რამაც უნდა უზრუნველყოს, ესე ვთქვათ, ის კვების დეფიციტი, საკვები პროდუქტის დეფიციტი, რაც აწეულების წინ, ასე ვთქვათ, მოწყვა მდგომარეობაში აყენებდა კორეულ საზოგადოებას და აი ამ პროცესებმა გამოიწვია ის, კიდევ ერთხელ ვახსენე, რომ ამერიკულ მედიაშიც კი შესამჩნევი გახდა აი ეს ჩრდილო კორეული როგორც საგარეო პოლიტიკის დინამიურობა, ასევე შიდა ეკონომიკური გააქტიურება. თუმცა აქ უნდა განვიხილოთ, რა გეოპოლიტიკური მიმართება აქვს როგორც რუსეთს, ასევე ჩინეთს ჩრდილო კორეასთან. თქვენ თუ შეხედავთ რუკას, დაინახავთ, რომ ჩრდილო კორეა არის ბუფერული სახელმწიფო სამხრეთ კორეასა და იაპონიასთან მიმართებაში და ის ასრულებს გარკვეულწილად შემაკავებელ როლს და მის ჩრდილო კორეის მნიშვნელობის ზრდა რეგიონულ უსაფრთხოებაში გამოწვეულია იმით, რომ შეერთებულმა შტატებმა დაიწყო ორიენტირი აღმოსავლეთ აზიაზე, ეგრეთ წოდებული ჩინეთის შეკავების პოლიტიკაში, თუმცა აქ შეიძლება მოვიაზროთ რუსეთის რესურსული გადაჭიმის საკითხიც, რომ მაგალითად რუსეთმა სამხედრო ტექნიკური რესურსები მისი აღმოსავლეთითაც გადმოიტანოს, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ მოწყვლადია აღმოსავლეთში რუსეთი, აქ მოსახლეობა საკმაოდ მცირეა, თვითონ ქალაქი ვლადივოსტოკიც საკმაოდ დიდ ქალაქების რიგში არ გადის. ამიტომ ჩრდილო კორეა დღესდღეობით, ასე ვთქვათ, მნიშვნელოვანია როგორც ჩინეთისთვის, ასევე რუსეთისთვის და მათ ინტერესია, რომ ჩრდილო კორეა მიარსებოს სტაბილურად და კონდეს გარკვეულწილად ეკონომიკური განვითარება და ასევე ჩრდილო კორეას კონდეს ხარისხობრივი შემაკავებელი, სამხედრო შემაკავებელი. აქ მნიშვნელოვანია ის, რომ ჩრდილო კორეის მეზობელი სამხრეთ კორეა და ასევე მის საზღვაო მეზობელი იაპონია რეალურად იმყოფებიან შეერთებული შტატების სამხედრო ხოლგის ქვეშ. მათი უსაფრთხოება გარანტირებულია შეერთებული შტატების მხრიდან. ასევე არ უნდა დაგვაუწყდეს ისიც, რომ 1978 წლიდან არსებობს შეთანხმება სამხრეთ კორეასა და შეერთებულ შტატებს შორის, რის მიხედვითაც არსებობს მათი გაერთიანებული გენშტაბი და რის მიხედვითაც საომარ სიტუაციაში სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალები სრულად ექვემდებარება შეერთებული შტატების სამხედრო გენერალიტეტს, რაც რეალურად მთლიანად აი ამ რამდენიმე 100,000 სამხრეთ კორეელი ჯარისკაცს დაქვემდებარებულს ხდის შეერთებულ შტატებზე. გამოწვევა არის ის, რომ სამხრეთ კორეის შიდა პოლიტიკა არ არის სტაბილური, ხშირად იცვლება იქ პოლიტიკური ხელმძღვანელობები, მაგალითად წინა პრემიერი, რომელიც გამოირჩეოდა საკმაოდ აგრესიული რიტორიკით და საომარი ლექსიკით, ის მაგალითად მას მოუწყვეს საპარლამენტო იმპიჩმენტი გადააყენეს და ის დღეს დაკავებულია კონსტიტუციის დარღვევისთვის. დღეს არის მეტნაკლებად პროგრესული პრემიერი, თუმცა ეს არ არის იმის გარანტია, რომ რაღაც მშვიდობის ეს ეპიზოდი დიდხანს გაგრძელდება, გამომდინარე იქიდან, რომ როგორც ვახსენე, ჩინეთის შეკავების პოლიტიკა აქტიურ ფაზაში გადადის. მე წინა ეპიზოდშიც ვახსენე ფილიპინების უსაფრთხოების კონცეფცია, მე ასევე რამდენიმე თვის წინ გავაკეთე ეს იაპონიაში მიმდინარე ტრანსფორმაცია საკუთარი სამხედრო უსაფრთხოების ცვლილების შესახებ. ამიტომ კორეაც რაღაც მომენტში ასე ვთქვათ დაუბრუნდება შეერთებული შტატების ინსტრუმენტთა რიგს. ესევე ცნობისთვის ისიც უნდა ვახსენოთ, რომ აი ამ გაერთიანებული გენშტაბის ფორმატში სამხრეთ კორეელი ჯარისკაცები ხშირად იყვნენ გამოყენებული ამერიკულ ომებში, მაგალითად ვიეტნამის ომში 300,000-ზე მეტი კორეელი იბრძოდა, ასევე საკმაოდ დიდი კონტინგენტი ყავდა სამხრეთ კორეას ერაყის ომში 2003 წლიდან მოყოლებული. ანუ ხშირად არის, რომ სამხრეთ კორეული არმია არის გამოყენებული შეერთებული შტატების მიერ, სხვათა შორის ახლაც არსებობდა შიშები ირანთან ომის დაწყების შემდგომ, როდესაც განიხილებოდა სახმელეთო ოპერაცია ირანზე, რომ მაგალითად სამხრეთ კორეული კონტინგენტი შეიძლებოდა გამოეყენებინა შეერთებულ შტატებს და ამის საწინააღმდეგოდ
სამხრეთ კორეაში არსებობს პროტესტი, საზოგადოებრივი პროტესტი და მცდელობა იმისა, რომ ეს ფორმატი გადაიხედოს, რომ სამხრეთ კორეის არმია იყოს დაქვემდებარებული სამხრეთ კორეულ სულად გენერალიტეტზე. დღეისათვის სულ ეს იყო, შეგახსენებთ, რომ მოიწონოთ და გადააზიაროთ ვიდეო, ასევე გამოიწეროთ არხი. ეს დიდი ვეზირია, მე შოთა თხელიძე ვარ, დროებით.